1974 წელს იაპონელმა კოლეჯის მაღალკლასელმა ნორიო სუზუკიმ ერთი საინტერესო ჭორი გაიგო. როგორც ამბობდნენ, ფილიპინების ერთ მარტოსულ კუნძულზე უღრან ჯუნგლებში იმალებოდა იაპონელი ჯარისკაცი, ლეიტენანტი, რომელიც იქ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დარჩენილიყო. ის უკვე თითქმის 29 წელი იყო, რაც დანებებაზე უარს ამბობდა. თავდაპირველად ნორიომ ეს უბრალოდ ციცრუეთ ჩათვალა. ამდენი ხნის განმავლობაში დაკარგული ადამიანი აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო გარდაცვლილად. გარდა ამისა, შეუძლებელი იყო ვინმე ჯუნგლებში ამდენი ხანი გაეძლო, თუმცა მან კვლევა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ლეიტენანტის სახელად ჰირო ონადა 1955 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა და 1959 წელს ოფიციალურად გარდაცვლილად გამოაცხადეს. ეს უცნაური იყო, რატომ დასჭირდათ ასეთი დიდი დრო მისი გარდაცვალების დასადასტურებლად. ნიშნავდა ეს იმას, რომ მას ცოცხალს მაინც ნახავდნენ და თუ ამდენი ხანი გადარჩა, რა გარანტია იყო, რომ ისევ ჯუნგლებში იქნებოდა. ამ დაუჯერებელი ამბით დაგონებულმა ნორიომ გადაწყვიტა თავად გამოეძია ეს საიდუმლო და მებრძოლის სახლში დაებრუნებინა, მაგრამ ეს მარტივი ნამდვილად არ იქნებოდა. ასე რომ მოემზადე, რადგან ახლა ჩაუღრმავდებით კაცის ისტორიას, რომელიც თითქმის 29 წლის განმავლობაში იბრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი უკვე დიდი ხნის დასრულებული იყო. დასაწყისისთვის უნდა გავიცნოთ ეს იდუმალი პიროვნება, ჰირო ონოდა. ჰირო 1922 წელს დაიბადა იაპონიის ვაკაიამას პრეფექტურის ქალაქ კაინანში. ის დიდ ოჯახში გაიზარდა, 7 შვილიდან მეხუთე იყო და მოგვიანებით ჩინეთში ერთ იაპონურ კომპანიაში გაყიდვების აგენტად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ცხოვრებამ სხვა გზით წაიყვანა. 1951 წლის 7 დეკემბერი, თარიღი, რომელიც ისტორიის მოყვარულებმა ძალიან კარგად იციან. იაპონიის იმპერიის ძალებმა პერლ ჰარბორის ამერიკულ საზღვაო ბაზას შეუტიეს. ეს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის მსვლელობა შეცვალა. ამ მოვლენამ ამერიკის შეერთებული შტატები აიძულა იაპონიისთვის ომი გამოეცხადებინა და ქვეყნები დაუნდობელ კონფლიქტში ჩააბა. ამის შემდეგ იაპონიაში 17-დან 40 წლამდე ყველა შრომის უნარიანი მამაკაცი ჯარში გაიწვიეს. 1952 წლის მაისში ჰირო ჯარში გაწვევაზე გამოცხადა და წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება. ასე რომ, სულ რაღაც 20 წლის ასაკში ის ვაკაიამას 61 ქვეითი პოლკის წევრი გახდა. შემდეგ კი 218 ქვეით ლეგიონში გადაიყვანეს. მისი პირველი ბრძანება იყო წასულიყო ჩინეთის ფრონტზე, ნანჩანგში. თუმცა 1944 წლის დეკემბერში ამერიკულმა ძალებმა ფილიპინების სან-ხოსეში საზღვაო დესანტი გადასხეს. ამან იაპონელი ჯარისკაცები აიძულა სასწრაფოდ სხვა ფრონტზე გადაენაცვლებინათ. ჰიროს პოლკი ლუბანგის მცირე კუნძულის დასაცავად გაგზავნეს. ეს ვიწრო სულ 48 კვადრატული მილის ზომის კუნძული იყო, რომელიც ფილიპინების არქიპელაგს ეკუთვნოდა. როცა ამერიკელთა თავდასხმა გაძლიერდა, ჰირომ 1945 წლის 10 იანვარს ბრძოლის ველზე დაწინაურება მიიღო და სრულუფლებიანი მეორე ლეიტენანტი გახდა. მალე მას საბედისწერო ბრძანება მისცეს. მაიორ ტაკაჰაშიმ თქვა, კადეტ ოფიცერი ონოდა ლუბანგის კუნძულზე გაიმგზავრება, სადაც გარნიზონს პარტიზანული ომის მეთოდებით უხელმძღვანელობს. ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომელსაც ჰირო დიდი მონდომებით ეკიდებოდა. თუმცა შემდეგ გენერალმა აკირა მუტომ მე-14 საომარი ზონის შტაბის უფროსმა მას გამორჩეული გაფრთხილება მისცა. კატეგორიულად გეკრძალებათ საკუთარი ხელით სიკვდილი. შეიძლება მას 3 წელი დასჭირდეს, შეიძლება 5, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უკან დაგაბრუნებთ. ახალდანიშნულმა ლეიტენანტმა, რომელსაც პირადი დავალება გენერლისგან ჰქონდა მიღებული, ეს სიტყვები სამუდამოდ დაიმახსოვრა. მან ფიცი დადო, რომ იბრძოლებდა ომის დასრულებამდე და არ მოიკლავდა თავს ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაშიც კი. მაგრამ მიუხედავად თავისი მტკიცე გადაწყვეტილებისა, ჰიროს ჯარისკაცების ნდობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა. როგორც ახალგაზრდა მეთაურს, ბევრი რამ ჰქონდა დასამტკიცებელი და მალე მართლაც ურთულესი გამოცდა ელოდა წინ. 1945 წლის 28 თებერვალს 50 ამერიკელი ჯარისკაცის დანაყოფი ლუბანგის კუნძულზე გადასხეს. საზღვაო ქვეითთა ბატალიონმა, რომელსაც 4 ტანკი ახლდა, შეტევა მიიტანა პატარა ქალაქ ტილიქზე. ბრძოლაში ქალაქი მიწასთან გასწორდა, რადგან ამერიკული ძალები იაპონიის ძალებს სრულად აღემატებოდნენ. თავისი დანაყოფის დასაცავად ჰირომ უკან დახევა და მთებში გადასვლა ბრძანა. მან ახალი სტრატეგია არჩია. პარტიზანული ომი. პარტიზანული ომი იმას არ ნიშნავდა, რომ ჯარისკაცები მაიმუნის კოსტიუმებს იცვამდნენ. ეს ომის ისეთი სტილი იყო, როცა პატარა ჯგუფები ბევრად დიდ არმიას უტევდნენ, მოქმედებდნენ საბოტაჟით, მოულოდნელი თავდასხმებით და ჩქარი მანევრით. ჰირო ხვდებოდა, რომ ყველა ჯარისკაცის ერთ ადგილას დარჩენა უსაფრთხო არ იქნებოდა. ისინი მარტივი სამიზნე გახდებოდნენ, თუ ამერიკელები მათ ალყაში მოაქცევდნენ. ამიტომ ჯარისკაცები სამკაციან ჯგუფებად დაიყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ორი ადამიანი მუდამ ფხიზლად იდგებოდა, ერთ-ერთი კი საკვებს ამზადებდა და ბანაკს აწყობდა.
ჰიროს სამკაციან ჯგუფში კორპორალი შიმადა და რიგითი ძოკუძა შედიოდნენ. მოგვიანებით მათ რიგითი აკაცუ შეუერთდა. ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავის ჯგუფმა გარიყა. ეს მეომრები მთელი 1945 წლის ზაფხულის განმავლობაში განაგრძობდნენ პარტიზანულ ბრძოლას ამერიკელთა წინააღმდეგ. მთებსა და უღრან ჯუნგლებში გამოკეტილ სამკაციან დანაყოფს ცენტრალურ სარდლობასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა. ამიტომ მათ არაფერი იცოდნენ იმ კატასტროფული მოვლენის შესახებ, რომლებიც 1945 წლის 6 აგვისტოს მოხდა. ეს იყო დღე, რომელიც მსოფლიომ ვერასდროს დაივიწყა. ამერიკელებმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაზე პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდეს. ბომბმა ქალაქი მთლიანად გაანადგურა, დაანგრია დაახლოებით 60,000 შენობა და სიცოცხლე 66,000 ადამიანს მოუსწრაფა. 3 დღის შემდეგ ამერიკელებმა მეორე ატომური ბომბით ჩამოაგდეს ქალაქ ნაგასაკიზე, რომელიც მთლიანად მიწასთან გაასწორეს და კიდევ 69,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. ამ აპოკალიფსურ ძალის დემონსტრაციის შემდეგ იაპონიამ მარცხი აღიარა. იმპერატორმა ჰიროჰიტომ ქვეყნის ოფიციალური კაპიტულაცია 15 აგვისტოს გამოაცხადა, ხოლო 2 სექტემბერს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელთაც მეორე მსოფლიო ომი საბოლოოდ დასრულდა. ბრძანება იაპონელმა ჯარისკაცებმა ცენტრალური სარდლობისგან მიიღეს. ომი დასრულდა და ყველა მეომარი უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა იმ დროისთვის ინფორმაციის გავრცელება რთული იყო განსაკუთრებით ისეთ შორეულ ფრონტებზე, როგორც ფილიპინებია. მაშინ არც აიფონები არსებობდა და არც ინტერნეტი, მხოლოდ ტელეგრამები, წერილები და ზეპირი გადაცემა. ამ ყველაფრის გამო ლუბანგის კუნძულამდე ომის დასრულების ამბავი მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში მივიდა. იაპონელი ჯარისკაცების ერთმა რაზმმა ადგილობრივი კუნძულელები შენიშნა, რომლებიც შეშინებულები იყვნენ, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ქაღალდის ნაგლეჯი ჩამოაგდო. მასზე იაპონურ ენაზე ეწერა: ომი 15 აგვისტოს დასრულდა. ჩამოდით მთებიდან. მეომრებმა ესწრო ინფორმაციის გავრცელების მცდელობა ჩათვალეს და იფიქრეს, რომ კუნძულელები მათ იძულებით ჩამოსვლას ცდილობდნენ. ამასობაში ჯუნგლებში კვლავ ისმოდა შორეული სროლები, რაც მათ კიდევ უფრო განუმტკიცებდა რწმენას, რომ ამერიკელები სპეციალურად ცდილობდნენ მათ მახეში შეტყუებას. წლის ბოლოსკენ ერთმა Boeing B-17-ის თვითმფრინავმა მათი ფარული ბანაკის თავზე რამდენიმე ფურცელი გადმოაგდო. ეს იყო გენერალ იამაშიტას მიერ ხელმოწერილი ოფიციალური კაპიტულაციის ბრძანება, მაგრამ მეომრებმა ყველაფერი დეტალურად გადაამოწმეს. ისინი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ბროშურაში ეწერა, რომ ვინც დანებდებოდა, მას ჰიგიენური დახმარება გაეწეოდა და იაპონიაში დააბრუნებდნენ. სიტყვა დახმარება იმ პერიოდში ხშირად გამოიყენებოდა, როცა ომის ტყვეებს ათავისუფლებდნენ. აქტიურ მებრძოლებს ეს უცნაურად მოეჩვენათ. მაგრამ რაც ჰიროს ყველაზე მეტად აფიქრებდა, ეს იყო გენერალ იამაშიტას ბრძანებაში ნახსენები იმპერატორის პირდაპირი განკარგულება. ასეთი ბრძანება მას არასდროს სმენოდა, ხოლო ტექსტის სტრუქტურიდან ჩანდა, თითქოს გენერალი ბრძანებას საკუთარ თავს აძლევდა. რაღაც არ ემთხვეოდა. გაურკვევლობაში ჩავარდნილმა მეომრებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ფურცლები ამერიკელების მიერ შექმნილი ყალბი დოკუმენტები იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ბროშურაში უბრალოდ ბეჭდური შესდომა დაუშვეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მეომრებმა ბრძოლის გაგრძელება აირჩიეს. პარტიზანული ბრძოლა გრძელდებოდა, მარაგები კი იწურებოდა. ჯარისკაცები შიმშილს გრძნობდნენ. ყველა ჯგუფს სამთვიანი ბრინჯის მარაგი ჰქონდა, რომელსაც ჰიროს ჯგუფი ფრთხილად ანაწილებდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაეტანათ თავები. მაგრამ მარტისთვის სხვა დანაყოფებს ყველაფერი გამოელიათ. მათ ჰიროს ბანაკს მიაკითხეს და ბრინჯის თხოვეს, მაგრამ ლეიტენანტი სასტიკი იყო. ყველას ერთი პასუხი გასცა: ბრინჯი როცა გქონდათ, დაუფიქრებლად ჭამდით. ახლა აღარ გაქვთ. თუ ჩვენს გაგიყოფთ, მალე ყველა მშიერი ვიქნებით. თქვენ არ იცით, როგორ შეინახოთ მარაგი. შიმშილი ადამიანში ნებისყოფას სუსტს ხდის, ხოლო ჯუნგლებში ყოველდღიური სიზნელეების ფონზე მეომრები სულ უფრო მეტად გრძნობდნენ მის გავლენას. ზემოდან ახალი ბროშურები წვიოდა, სადაც მეომრებს დანებება მოსთხოვეს. მშიერი და სამშობლოს მონატრებული ჯარისკაცები უკვე დენთის კასრებს გავდნენ. 1951 წლის აპრილში 51 დანაყოფმა საბოლოოდ დანებება გადაწყვიტა, მაგრამ ჰიროს 4კაციანი ჯგუფი კვლავ მტკიცედ იდგა. მათ ვერ გაიგეს, რომ იმ მომენტისთვის ისინი იაპონიის ბოლო წინააღმდეგობის კერა იყვნენ ფილიპინებში. დანარჩენმა იაპონელმა მეომრებმა კუნძული დატოვეს. მათ წასვლისას წერილებიც დატოვეს. თქვენს ძებნას ახლა მხოლოდ იაპონელები აგრძელებენ. გამოდით. მაგრამ ამ 4 ჯარისკაცმა ომის დასრულება ვერ აღიარა. მათ უფრო სჯეროდათ, რომ დანარჩენი იაპონელი მეომრები ამერიკელების ტყვეობაში იყვნენ და იძულებით ცდილობდნენ მათ დაყოლიებას. ყოველ ჯერზე, როცა მათ დასაძახებლად კუნძულზე მოდიოდნენ, ეს ჯგუფი ადგილმდებარეობას იცვლიდა. მაგრამ ეს ბროშურები განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა 22 წლის რიგით აკაცუზე, რომელიც ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო.
ერთ საღამოს ვახშმის შემდეგ მან ყველასთვის გადამწყვეტი კითხვა დასვა. რა მოხდება თუ ომი მართლა დასრულდა? ყველამ შეხედა ლეიტენანტს. ჰირომ მტკიცედ უპასუხა, თუ მართლა ასე ფიქრობ, წავალ და გავარკვევ. მაგრამ საქმეში რიგითი კოძუკა ჩაერია. მან ყველას შეახსენა უცნაური ბროშურა, სადაც იმპერატორის პირდაპირი განკარგულება იყო ნახსენები. მან დანარჩენებს დააჯერა, რომ დანებებული იაპონელი მეომრები ამერიკელების ხაფანგში მოყვნენ. ეს საკმარისი აღმოჩნდა მათი აზრის შესაცვლელად. მათ უარი თქვეს დანარჩენი მეომრების ბედი საკუთარ თავზე აეღოთ. 4-ვემ დაიფიცა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებდნენ. იმ დროისთვის უკვე 1946 წლის აპრილის შუა რიცხვები იყო და მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ფილიპინებში იაპონური წინააღმდეგობის ბოლო ჯგუფს წარმოადგენდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას შვება მოეძალა. მათ მთებში შეშის მოსაჭრელად სიარული დაიწყეს, მაგრამ ჰიროს ჯგუფი მუდამ მზადყოფნაში იყო. როგორც კი ხმაურს იგებდნენ, ბუჩქებში იმალებოდნენ, როგორც ნინძები. მათთვის ადგილობრივები მტრები იყვნენ, რადგან ომის დროს ამერიკელებს მხარი დაუჭირეს და მათ გიდებად გამოადგნენ. ამიტომ მათთან ნებისმიერი კონტაქტი თავიდან უნდა აერიდებინათ. თუმცა ყოველთვის ვერ იმალებოდნენ და ზოგჯერ მათ ადგილობრივები ამჩნევდნენ. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი იყო სროლით შეეშინებინათ ისინი. მათთვის კუნძულელები მტრები იყვნენ, რომელთა თავიდან მოშორება იყო აუცილებელი, რათა ბანაკი არ აღმოჩენილიყო. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მათ საკვების მარაგიც ამოეწურათ. ისინი ადგილობრივების მიერ დატოვებულ ბრინჯის ტომრებს იპარავდნენ. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო. საბედნიეროდ ლუბანგის კუნძულის უხვი ფლორა და ფაუნა მათ გამოადგათ და გადარჩენაში დაეხმარა. ტროპიკული კლიმატის გამო კუნძულზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხილი ბანანი იყო. ლუბანგი ასევე ნამდვილ ველურს ამოთხედ ითვლებოდა. აქ ბინადრობდნენ ველური წყლის ბიზონები, გარეული ტახები, ველური ქათმები და დიდი იგუანები. თუმცა ხვლიკის ხორცი ნამდვილად არ გამოიყურებოდა მადის აღმძვრელად, ხოლო ველურ ცხოველებზე ნადირობა იმ მცირე რაოდენობის ტყვიებით, რაც ჯარისკაცებს ჰქონდათ, დიდი ფუფუნება იქნებოდა. სწორედ ამიტომ მათ ყურადღება უფრო კუნძულელების მიერ გაზრდილ ძროხებზე გადაიტანეს. ისინი ძროხებზე ნადირობას იმით ამართლებდნენ, რომ მტრის რესურსებს იყენებდნენ. ეს რა თქმა უნდა ცუდი ამბავი იყო როგორც კუნძულელებისთვის, ისე მათი ცხოველებისთვის. თუმცა ამ გზით მიღებული საკვების წყალობით ჯარისკაცები ბრძოლას აგრძელებდნენ და გადარჩენისთვის იბრძოდნენ. იმისათვის რომ ბოლომდე გავიაზროთ, როგორ იყო ამ უკანასკნელ იაპონელ ჯარისკაცთა მდგომარეობა, საჭიროა ლუბანგის გეოგრაფია გავითვალისწინოთ. კუნძულის მოსახლეობა სულ რაღაც 12000 ადამიანს შეადგენდა და მათი უმეტესობა ჩრდილოეთ ნაწილში ფერმებში ცხოვრობდა. შესაბამისად ჰიროს ჯგუფი ნაკლებად დასახლებულ ჯუნგლებით დაფარულ მთებში გადაადგილდებოდა. მათ შეიმუშავეს მუდმივი მარშრუტი, დიდი წრეული ბილიკი, რომელთაც რეგიონის გარშემო საათის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ერთ ბანაკში 3-დან 5 დღემდე რჩებოდნენ, რადგან პარანოისგან შეპყრობილები იყვნენ, მუდმივად ელოდნენ, რომ მტრის ჯარები ნებისმიერ მომენტში გამოჩნდებოდნენ. ასეთ იზოლირებულ პირობებში ცხოვრება გარე სამყაროსგან მოწყვეტილი და მკაცრი რეჟიმის დაცვით საბოლოოდ იმაში გადაიზარდა, რომ ჯარისკაცებმა საკუთარი თავები დაკარგეს. მათ საკუთარ თავებს დააჯერეს, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა. თუმცა ერთი ჯარისკაცი რიგითი აკაცუ ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი. მას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ იაპონია კვლავ ომში იყო ჩართული. სამჯერ სცადა ჯგუფის მიტოვება და ჯუნგლებში გაქცევა, მაგრამ ყოველ ჯერზე კორპორალი შიმადა მას უკან აბრუნებდა. და ბოლოს 1959 წლის სექტემბერში ომის დასრულებიდან ზუსტად 4 წლისა და 210 დღის შემდეგ აკაცუ უკვალოდ გაუჩინარდა. დანარჩენებს ყველაზე მეტად ის აშინებდათ, რომ ის ამერიკელებს ჩაუვარდა ტყვედ. თუმცა მათ წინ მოულოდნელი სიურპრიზი ელოდათ. 1950 წელს 6 თვის შემდეგ მათ ბროშურა იპოვეს, რომელიც ამცნობდა, რომ რიგითი აკაცუ მარტის თვეში ფილიპინელ ჯარისკაცებს ჩაბარდა, მას შემდეგ რაც 6 თვე კუნძულის მეორე მხარეს მარტო ცხოვრობდა. ფურცელს თან ახლდა მისი დაწერილი წერილი, სადაც ამბობდა, რომ როდესაც საბოლოოდ დანებება გადაწყვიტა ფილიპინელმა ჯარისკაცებმა ის მტრის ნაცვლად მეგობრულად მიიღეს. ეს ხომ ცალსახა მტკიცებულობა უნდა ყოფილიყო, რომ ომი ნამდვილად დასრულდა. მაგრამ სანამ ისინი აკაცუს გაქცევას განიხილავდნენ, ცაში უცნობი თვითმფრინავი შენიშნეს. მათ ეგონათ, რომ ეს მტრის ხაფანგი იყო, ამიტომ დაუყოვნებლივ გადაადგილდნენ. შედეგად აკაცუს წასვლამ ჯგუფში ეჭვის მაგივრად კიდევ უფრო გააძლიერა პარანოია. მათ ყველა კუნძულელი ჯაშუშად მიაჩნდათ. თქვენ ალბათ იფიქრებდით, რომ ამ დროისთვის იაპონიის ხელისუფლებას მათ ძებნა შეწყვეტილი ექნებოდა, მაგრამ არა. 1952 წლის თებერვალში ომის დასრულებიდან 7 წლის შემდეგ კიდევ ერთმა თვითმფრინავმა გადაუფრინა ჯუნგლებს და ახალი ბროშურები ჩამოყარა. ამჯერად ერთ-ერთ ფურცელზე ჰიროს უფროსი ძმის ტოშიოს წერილი იყო. წერილში ეწერა, რომ ომი დასრულდა, ხოლო მისი ძმები უკვე აღარ იყვნენ სამხედრო სამსახურში. ასევე კორპორალი შიმადასა და რიგითი კოძუკას ოჯახის წერილებიც ახლდა ამ ჩამოგდებულ ბროშურებს. ფოტოების თან
განახლებით. მაგრამ ამჯერადაც ეს ვერ გახდა საკმარისი დასარწმუნებლად. ჯარისკაცებმა ეს მორიგ ამერიკულ ხრიკად ჩათვალეს. მათ ეგონათ, რომ ფოტოები გაყალბებული იყო და ამერიკელებმა სპეციალურად მახე მოუმზადეს. მაგალითად, კორპორალი შიმადას ოჯახი ფოტოებში ისეთ სახლში იდგა, რომელიც მას არ ეცნობოდა. სინამდვილეში ტოკიო ომის დროს მასიურად დაიბომბა, რის გამოც ქალაქის დიდი ნაწილი თავიდან აშენდა. მაგრამ ამ უცნაური ფაქტის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ. ისინი ისე უარყოფდნენ იაპონიის მარცხს და ცრურწმენებით იკვებებოდნენ. როგორ შეეძლოთ ამერიკელებს ფოტოები ასე ოსტატურად გაეყალბებინათ. 70 წლის წინ ფოტოშოპი არ არსებობდა, ამიტომ ასეთი ხარისხის манипуляცია მართლაც შეუძლებელი იყო. თუმცა ირონიული იყო ის ფაქტი, რომ ბროშურებისა და წერილების ყოველგვარი მცდელობა ომის დასრულების შესახებ კიდევ უფრო ამყარებდა მათ შეთქმულების თეორიებს. ხანგრძლივი ყოფნა ჯუნგლების ნესტიან კლიმატში იწვევს ფორმების რღვევას. მათ უნიფორმები იხეოდა, ამიტომ ხვრელების ამოსაკერად ტყეში არსებულ მცენარეების ბოჭკოებს იყენებდნენ და თავიანთი კარვის ქსოვილის ნაწილებს ჭრიდნენ. საბედნიეროდ ლუბანგზე მალარია არ იყო გავრცელებული, ხოლო კუნძულის მთავარი დასახლებისგან გამოშორებით მცხოვრებლები იშვიათად ავადდებოდნენ. ისინი კალენდარს მეხსიერებითა და საკვების რაოდენობის გამოთვლით აკონტროლობდნენ. სამხედრო დანიშნულების ხმლებსა და იარაღებს პალმის ზეთით უვლიდნენ, რათა ჟანგს არ დაეზიანებინა, მაგრამ დროთა განმავლობაში იარაღის კონდახები და ღვედები იმდენად გაჟღენთილი იყო ზეთით, რომ უზარმაზარი ჯუნგლების ვირთხები მათ სუნს იგებდნენ და ღრღნიდნენ. ისინი ასევე იპარავდნენ კუნძულელების ქონებას, მათ შორის ტანსაცმელს, ყავასა და კონსერვებს. მოსახლეობა უფრო და უფრო მტრულად განწყობილი ხდებოდა. ადგილობრივებმა მათი დაფრთხობის სხვადასხვა ხერხი სცადეს, მათ შორის მთებში კომიკური, ბინძური ნახატებისა და შიშველი ქალების ფოტოების დატოვება, რათა ჯარისკაცები ადგილზე გაემჟღავნებინათ. მაგრამ ამ დროისთვის პარანოია იმდენად ღრმად იყო გამჯდარი მათში, რომ ყველანაირ ცდუნებას გაურბოდნენ. 1953 წლის ივნისში კორპორალი შიმადა მძიმედ დაიჭრა, როდესაც ერთ-ერთმა მეთევზე მესროლა. ერთი წლის შემდეგ ის ფილიპინების სამხედრო წვრთნისას შემთხვევით მოკლეს. ამ შემთხვევაში ჯგუფი მტრის ახალი თავდასხმის ნიშნად მიიჩნევდა და ისინი ომის ილუზიაში კიდევ უფრო ჩაიგებდნენ. 10 დღის შემდეგ ფილიპინების საჰაერო ძალების თვითმფრინავმა მათი ადგილმდებარეობის თავზე კიდევ ერთი ბროშურა ჩამოაგდო, სადაც ეწერა: ონო და კოძუკა, ომი დასრულდა. მაგრამ ამან მათი გადაწყვეტილება ვერ შეცვალა. პირიქით, შიმადა სიკვდილის გამო შურისძიების სურვილით კიდევ უფრო კიცენი აგრძელებდნენ საკუთარ საქმეს. მათ ჯერ კიდევ ვერ გაეგოთ, რომ ომი დიდი ხნის დასრულებული იყო. ამის შემდეგ ჰიროს ძმა მოიხმეს და დახმარებას თხოვეს. ის ჯგუფთან ერთად უნდა წასულიყო და ტყეში დაეძახა ძმისთვის. ასეც მოხდა. ჰირომ კი ნაცნობი ხმა გაიგონა. და მაშინვე ამოიცნო ხმა. ეს მისი ძმის ხმა იყო. თქვენ ალბათ იფიქრებდით, რომ სწორედ ეს ის მომენტი იქნებოდა, როცა ჰირო საბოლოოდ გამოვიდოდა სამალავიდან. თუმცა არა, ის ხომ საკუთარ ძმას იცნობდა და ენდობოდა მას. იმ დროს ხომ თან არც ხმის შეცვლის ტექნოლოგია არსებობდა და ჰიროსაც ეს არ ეწოდინებოდა. მაგრამ დაუჯერებელია, ჰირომ საკუთარ თავს დააჯერა, რომ ეს უბრალოდ ტყვე იყო, რომელიც მისი ძმის ხმის იდეალურ იმიტაციას აკეთებდა. აი რას ნიშნავს, როდესაც რაღაცის დაჯერება მთელი გულით გინდა, მას ყოველთვის იჯერებ. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო, როდესაც საძიებო ჯგუფი შემოვლა სამთავრებდა, მათ უკან რაღაც დატოვეს, რაც მათ რწმენას საბოლოოდ შეარყევდა. იაპონური გაზეთები. ეს პირველი ნამდვილი განახლებული ინფორმაცია იყო, რაც ჰიროს ჯგუფს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჰქონდა ნანახი. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სიმართლე მიეღოთ, მათ პარანოია ისე უფრო გაბატონდა. მათი აზრით მტერს უკვე შეეღწია გაზეთებში და სტატიებში ისე დაემუშავებინა ინფორმაცია, რომ ისინი შეცდომაში შეეყვანა. მათთვის საეჭვო იყო ის, რომ არც ერთ სტატიაში ნახსენები არ იყო აღმოსავლეთ აზიის თანამეგობრობის სფერო. ალბათ თქვენ ეს ტერმინი არც კი ხსმენიათ. ეს იყო იაპონიის იმპერიის მიერ შემუშავებული იდეა, რომლის მიხედვითაც იაპონია აზიის ცენტრალური ძალა უნდა გამხდარიყო, ხოლო გარშემო ქვეყნები მის ვასალურ სახელმწიფოებად ქცეულიყვნენ. არ არის გასაკვირი, რომ აზიის სხვა ქვეყნებს ეს იდეა სძულდათ. მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ იაპონიას ამ გეგმაზე უარის თქმა მოუწია, მაგრამ ჰიროსა და რიგითი კოძუკასთვის იაპონიის დამარცხება წარმოუდგენელი რამ იყო, ამიტომ მათთვის ეს სფერო კვლავ არსებობდა. მათ სჯეროდათ, რომ თუ იაპონია მართლა წააგებდა, მაშინ საერთოდ არანაირი ახალი ამბავი აღარ გავრცელდებოდა, რადგან მთელი იაპონიის მოსახლეობა განადგურდებოდა. ეს საკმაოდ პესიმისტური აზრია, მაგრამ გვაძლევს წარმოდგენას იმ ექსტრემალური იდეოლოგიის შესახებ, რაც ამ ჯარისკაცებმა ომის დროინდელი პროპაგანდის გავლენით განიცადეს. ჰირო ფილიპინებში 1954 წელს ჩავიდა, როდესაც იაპონია უკვე მარცხდებოდა, მაგრამ მაშინ იაპონიაში მუდმივად იმეორებდნენ პროპაგანდისტულ სლოგანებს, როგორც იყო 100 მილიონი სული მოკვდება ღირსებისთვის. მათი შეხედულებით მთელი იაპონიის მოსახლეობა სიკვდილისთვის უნდა მომზადებულიყო ვიდრე დანებებისთვის. ჰირომ ეს პირდაპირ მნიშვნელობით მიიღო და სჯეროდა, რომ იაპონია არასდროს დანებდებოდა, სანამ ერთი იაპონელი მაინც
მაინც ცოცხალი იქნებოდა. ჰიროსა და კოდზუკას სჯეროდათ, რომ მათი დავალება იყო ბრძოლა გაეგრძელებინათ, სანამ აღმოსავლეთ აზიის თანამეგობრობა მათ არ გადაარჩენდა. ის ფაქტი, რომ იაპონურ გაზეთებში ეს გაერთიანება არც კი იყო ნახსენები, ისინი დაარწმუნა, რომ ეს ყველაფერი ამერიკელების მიერ გაყალბებული იყო. ეს იყო კლასიკური შეთქმულების თეორიის ციკლი. აშკარა მტკიცებულობების მიუხედავად, ისინი თავიანთ რწმენას მაინც ჯიუტად ეჭიდებოდნენ. ჰირომ ფაქტობრივად საკუთარ გონებაში შექმნა ციხე, რომელმაც მას რეალობის დანახვის შესაძლებლობა წაართვა. მათი ბრძოლა კვლავ გაგრძელდა. ისინი კუნძულელების მოსავალს ცეცხლს უკიდებდნენ, რასაც ცეცხლის რეიდებს უწოდებდნენ. მათ ეს ცეცხლი სიგნალებად მიაჩნდათ, რომლებიც მათი ერთგულების დემონსტრაციას წარმოადგენდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მალე იაპონიის სამხედრო დანაყოფი ჩამოვიდოდა და მათ იხსნიდა, მაგრამ კუნძულელებს ეს არ გამოპარვიათ. მოსახლეობამ, რომელიც თავიდან უბრალოდ იტანდა, მათ ახლა უკვე სძულდა ისინი. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციას აცნობეს და ჰიროსა და კოდზუკას მთის ეშმაკებიც უწოდეს. ომის დასრულების შემდეგ კუნძულზე ცხოვრების პირობები თანდათან გაუმჯობესდა და ჯარისკაცებმა შეამჩნიეს, რომ სოფელში ელექტროენერგია გაჩნდა. და შემდეგ 1965 წლის ბოლოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა. მათ ტრანზისტორული რადიო მოიპარეს. ახლა უკვე მათ შეეძლოთ ახალი ამბების მოსმენა, მაგრამ ის, რაც მათ რადიოში მოისმინეს, შოკის მომგვრელი იყო. ამერიკასთან ურთიერთობები, კოსმოსური ფრენების ტესტირება, ახალი ფილიპინელი პრეზიდენტი, ომზე არანაირი სიტყვა. თითქოს ის საერთოდ არ მიმდინარეობდა. თქვენ ალბათ იფიქრებდით, რომ ეს იყო დიდი გარდამტეხი მომენტი, მაგრამ არა. მათ ეს ამბები ისევ ამერიკულ პროპაგანდად ჩათვალეს და ბრძოლას აგრძელებდნენ. და ბოლოს 1972 წლის 9 ოქტომბერს მათი წინააღმდეგობა დიდ ფასად დაუჯდათ. როდესაც ისინი კუნძულელთა ბრინჯს ისევ წვავდნენ, ადგილობრივმა პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა. რიგითი კოდზუკა ადგილზე დაიღუპა. ეს დამანგრეველი დარტყმა იყო. ჰირო მარტო დარჩა, საკუთარი არასწორი გადაწყვეტილებების შედეგების წინაშე. მაგრამ მიუხედავად ამისა, კვლავ აგრძელებდა კუნძულის პატრულირებას. კამუფლაჟში გამოწყობილი სამხედრო რუტინის მოშორება ვერ შეძლო. კოდზუკას სიკვდილიდან 3 დღის შემდეგ ახალი საძიებო ჯგუფი ჩამოვიდა. ისინი კვლავ გაზეთებს ტოვებდნენ იმ იმედით, რომ ჰირო მათ წაიკითხავდა, მაგრამ როდესაც სტატიაში კოდზუკას სიკვდილი ნახა, ეჭვი კიდევ უფრო გაუღრმავდა და ის კვლავ საკუთარ ილუზიაში ჩარჩა. მისი აზრით, ფილიპინები უნდა გადაბირებულიყო ამერიკის მხრიდან იაპონიის მხარეზე, ამიტომ კვლავ აგრძელებდა ლუბანგზე ცხოვრებას და ელოდა იაპონიის საიდუმლო აგენტს, რომელიც მას ბრძანებას გადასცემდა, მაგრამ მისი ოჯახი მაინც არ ნებდებოდა. მომდევნო 6 თვის განმავლობაში 3 იაპონური საძიებო ჯგუფი ცდილობდა ჰიროს დაყოლიებას, მაგრამ ის ისე კარგად იმალებოდა ჯუნგლებში, რომ ვერავინ იპოვა. და ბოლოს 1974 წელს ნორიო სუზუკი, ახალგაზრდა კოლეჯის სტუდენტი, ჩავიდა ფილიპინებში, რათა ჰირო ეპოვა და წარმოუდგენელია, 4 დღეში ჰიროსთან მივიდა. მათ 2 საათიანი საუბარი ჰქონდათ, სადაც ნორიომ ჰიროს ნაზად და დამაჯერებლად აუხსნა, რომ ომი დასრულდა. მხოლოდ მაშინ, როცა მან სხვა ადამიანის თვალებში ჩაიხედა, მიხვდა სიმართლეს და მაინც მას დასჭირდა მისი ყოფილი მეთაურის, მაიორის პირადი ბრძანება, რათა საბოლოოდ შეეჩერებინა ბრძოლა. და სწორედ ასე 29 წლიანი ბრძოლას დასრულდა. ჰირო ონოდა შინ დაბრუნდა. ჩვენი დღევანდელი ისტორიას დასასრულს მიუახლოვდა. გმადლობ, რომ ბოლომდე უყურე ვიდეოს. გამოიწერე არხი და არ გამოტოვო სიახლე. დროებით.